ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის პაექრებას უყურებთ, იმას შარვალიას ვა შავი, ამას ტრუსიგიას ვა სვანე. გადმოვდივარ თქვენთან და საერთოდ ქართული ოცნება ყველგანაირია სიტუაცია. ყველგან მედიატორი როგორც კი ეგენი მოვიდნენ 11 წლის ნახევარზე, აირია სიტუაცია. გამოვიდა ის როქვია იმას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ჩემს სანახენ იგი. ყველაზე უვიცი მოძებნეს აჭარაში. მოიყვანეს, დააჯინეს, დაბანენ, დავარცხნენ, გაპარსეს და დაარქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. გამოდის და ხალხს ეუნება, ჯერ ხალხთან ვერ გამევიდა. ეს არაა ჟული შარტავა. ესენი არიან თაგვები. გამოუშვა დეპუტატები 15 წუთში. გამოუშვებენ სულ ყველასო 22 წუთში. გაზი გამოუშვეს და ხალხი დაწამლეს. ისინი დაიშლებოდნენ სულ ყველა. ამირანაშვილს 15 ჯერ უთხარი გარეთ. გამოუშვით. მაინც უნდა რა დააშავენ ესეთი. ვინ მოკლეს? პოლიციელი მოკლეს, ვინ მოკლეს? გამოუშვით. ხვალე სასამართლო ჩაუტარეთ, რა პრობლემაა? გლეხები არიან. დაასაფლავეს კაცო, გამოუშვით, ეს ვინ იყო იქ? ანუ თქვენ ხალხს უსვამთ ბატონო ჯელალრო. ვინც ქართულ ოცნებას მიცა ხმა? ეს ხალხი იყო იქანე თავიდან ბოლომდე. იმან გადაგდებული ხალხი, გაღატაკებული ხალხი, ხალხს ვისაც ფულს ახევენ, ხალხს ვისაც ფულს არდებენ, რომ ივანიშვილმა მილიარდები თავის ბანკში შეყაროს. ესენი არიან ავანტიურაზე. გთხოვთ. დამთავრდეს უნდა. დამთავრდეს ამათი. გთხოვთ ბატონმა დაისვა 2 წელი ბატონო ჯელა. უნდა იყოს არჩევნები. არა საპარლამენტო, იქ არ მოუთხოვია ეს ხალხს. ეს არ იყო. ბატონო ჯელა, გასაგებია, მე გთხოვთ ბატონმა დავითვა. ხალხის მიტინგი. გთხოვთ ბატონმა დავითვა დაასრულოს. მე იქ ვიდექი, მე იმას ჩუმად უთხარი, რაღაც ესე მგონია, კრებაზე ვარ აქ მოსული ბავშთა კრებაზე. ბატონო ჯელა, მე მოგცემთ ახლა კიდევ საშუალებას გააგრძელოთ საუბარი. ეს ადამიანები ცდილობენ აღადგინონ ის ფაქტები, რომელიც მოხდა იქ. ბატონო დავითვა დაასრულოს. ესეთი კაბლუკები ქონდა. მადლობა. 2 წელი დადაბავ.